გადაცემის პარტნიორია წყალინთის. იცხოვრე სრულყოფილად. საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურებთ TV პირველს და მე ეკა ჩხეიძე კვირა საღამოს კვლავ ტრადიციულად პირველი სტუდიიდან მოგესალმებით. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარია ალეკო ელისაშვილი. მოგესალმებით. დიდი მადლობა მოუძანებისთვის, რომ დამეთმეთ. იმედია საინტერესო საუბარი გვექნება. მე მგონი ესეთ გადაცემაში ამ ფორმატში რაღაცა არ ყოფილხართ, ხო? ყოველ შემთხვევაში მე არ მახსოვს. ყველა პოლიტიკაზე გეპატიჟებათ და ცოტა ადამიანურზე რო ვილაპარაკოთ ხო შეიძლება. აი პოლიტიკა რო ადამიანური გახდება, აი მაგეც მაგარი იქნება. მე ცალკე მოდით. მე მინდა ჯერ სანამ საუბარს დავიწყებდეთ მთის წყალის შემოგთავაზოთ, ეს არის 0%-იანი ბრომატით უკვე დაგილევიათ, ალბათ იცით მთის წყალის შესახებ. 0%-იანი ბრომატით რო იყო ვიცით. ხო, იმიტომ რომ აი ყველაზე ჯანსაღი სუფთა წყალი. როგორ ბრძანდებით? ჯერ დავიწყოთ. კარგად, ხნეთ და შეუპოვრათ. შეუპოვრათ, გადასარევი. ვინ არის ალეკო ელისაშვილი? მოდი ესე დავიწყოთ. ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, აქტივისტი, მებრძოლი, თუ უბრალოდ თუ ყველაფერი ერთად თუ არ ვიცი რავი ალეკო ელისაშვილია. ქართველად დავიბადე, ქართველად მოკვდები. მე თქვენ გაგიცანით წლების წინ აი ტურებზე დავდიოდი თქვენთან ერთად. თბილისის შენობები, ძველი ქუჩები, ისტორიული ნაგებობები და რაღაცა ქართული. ყველაზე მეტად რისიკეთებაც მიყვარს მათ შორის, მაგრამ ვინ გაცლის ამ თავრობის ხელში. ძალიან დიდი სიამოვნებით ვაკეთებდი მაგ ტურებს და კარგი რაღაც დავიწყეთ მაშინ მეც და ჩემო მეგობრებას თბილისის ამ მხრიდან და თბილისი ბევრს აღმოვაჩენინეთ საკუთარი ქალაქი და მე გვჭირდებოდა რომ როდესაც მაგას აღონს თავის კონკრეტული მიზანი ქონდა რა თავის დროზე როდესაც აქციებს მართავდით ხოლმე და გუდიაშვილის მოედანი კიდე ხო ისეთია რომ მიხვდები რომ გადასარჩენად ღირდა რომ ნახავდი მაგრამ იმელის შენობაზე ბევრი ამბობდა რომ რატო არ უნდა დაინგრეს სტალინის დროს აშენებულია და დაინგრეს აბა რა უნდა ჩვენ ვამბობდით რომ ეს არის თავის ეპოქის ნაშთი და არ უნდა დაინგრეს რაღაცა სტალინიზმი არის ზუსტად წარსულის კვალის წაშლა და მეტი არაფერი და იმელს თუ დაანგრევს სტალინს გაახარეთ მეც კი არაფერს და თან იმელის შენობა ნუ თვითონ შენობა გადავარჩინეთ უკან კი რაღაც ჯადო დადგეს აშენეს ის რაღაც დიდი შუშის რაღაც რომანა ნუ იმელი გადავარჩინეთ და მაშინ თანამოაზრეებს რომ ვერ პოულობ თან შუსევის აშენებულია შუსევი იყო ძალიან საინტერესო არქიტექტორი რომელმაც ააშენა წითელ მოედანზე მავზოლეუმი მაგრამ მანამდე ეკლესიებს აშენებდა ძალიან საინტერესო არქიტექტორი იყო მავზოლეუმიც ითვლება რაღაც არქიტექტურაში ერთ-ერთ რაღაც საფეხურად რომ საინტერესო ტიპი იყო და ეხლა ასეთი არქიტექტორის ნამუშევარი თან აი სულთა სტალინური ეპოქის მახასიათებელი არ უნდა დაანგრიო რა. საერთოდ არ უნდა დაანგრიო ძველი შენობა. და ბევრს რო ვერ გავაგებინეთ ეს, ამიტომ ვთქვით რომ მოდი ახლა ჩვენ რაღაცა ისე მოგდის თქო ამ კარში ვამბობდით რომ მარტო ჩვენ გვესმის რასაც ვლაპარაკობთ თქო რა და მოდი ხალხს გავაგებინოთ თქო რა რომ მოვწამლოთ უფრო ბევრი ამ თბილისის რაღაცა ეშხით რაც აქვს და ამ არქიტექტურის სიძველით და ძალიან პრაგმატული რაღაცის გამო დავიწყეთ მაგ ტურების კეთება სხვათა შორის და მაკედან დაიწყო. ეხლა ბევრი აკეთებს ამ ტურებს და ძალიან მომწონს იმართლა გითხრათ ძალიან მომწონს და ალეკო აი ამ ჩამონათვალიდან რაც მე ჩამოვთვალე რომელში გრძნობთ უფრო ყველაზე კომფორტულად ყველაზე რეალიზებული რომელ საქმიანობაში ხარ ჩემი ჩამონათვალი სამხედრო ფორმა როცა მაცვია მაშინ სამხედრო ფორმა ანუ მებრძოლი და სამხედრო ყოფილიყავი ბავშვობიდან და ძალიან მინდოდა უბრალოდ მაშინ გაჭირვების პერიოდი იყო ეს მომიყოლია 1-2 ჩემ მშობლებსაც ძალიან უჭირდათ როგორც და ჩემს ოჯახსაც როგორც დანარჩენ სხვას და მაშინ რომ თავდაცვის აკადემიაში ჩამებარებინა მას სამხედრო აკადემია ერქვა 4 წელი იქით უნდა ვერჩინე ოჯახს იმიტომ რომ იქ არანაირი პირობები არ იყო ახლა დღეს არის არაჩვეულებრივი პირობები გორში თავდაცვის აკადემიაში მაგრამ მაშინ საჭმელი არ იყო სასმელი იყო ტანსაცმელი არ იყო არაფერი არ იყო და აქეთ კიდე ჩემ ოჯახს უჭირდა და კიდე მე რომ ჩამოვკიდებოდი კისერზე არ გამოვიდოდა ეგ ამბავი და აი პირველი პრაგმატული გადაწყვეტილება ცხოვრებაში მივიღე აი ეს დასრული, როდესაც არ წავედი სამხედრო აკადემიაში და ჩავაბარე ისტორიის ფაკულტეტზე. ნანო პოლიტოლოგიის სპეციალობას. არა, არ ნანო. რა რაღაც დროს
მაგის სინამდვილეა სამაგერო, ჩემ ოჯახში შევეხიდე, მეორე კურსიდან მუშაობდი და ის ხელფასი რაც ჰქონდა, იყო მნიშვნელოვანი ჩემი ოჯახისთვის და ვალები ჰქონდა, პროცენტიანი ისინი გავიშტუმრეთ. და მე ამაში მონაწილეობდი და მაშინ ძალიან მომწონდა ჩემი თავი, იმიტომ რომ სწორ რაღაცას ვაკეთებდი ოჯახისთვის. ჩემს საკუთარ სურვილს და ყველაზე დიდ გატაცებას უარი უთხარი სამხედრო ვერ გავხდი, მაგრამ დავრჩი არმიის მოყვარულად და ჯარის მოყვარულად. აი რა შეგრძნებაა მაინტერესებს, აი როცა სამხედრო ფორმა გაგცვია, აი რა დატვირთვა აქვს? აი პარლამენტში რო ვიყავი ძალიან მწვალობდი რომ შენ პიჯაკი უნდა ჩამოწვა რა, აი მეგონა მახჩობდნენ. საშინლად არ მიყვარს ის თანსაცმელი და მე იქ პაპუაშვილმა შენიშნას მომცა ერთხელ რომ რანაირ თანსაცმელი დადიხარო და მე ჩოხით მივედი. მეორე დღეს გაბრაზებული. რა გაწვია რეგლამენტს არ ღვევო შენო ისეთ თანსაცმელი დადიხარო, იმიტომ რომ აღიზიანებდათ მე რაღაც ბათინკები და იმით დავდიოდი ხოლმე. არ ვიცი სამხედრო ფორმა რომ აწვია და განსაკუთრებით იარაღი ხელში რომ მიჭირავს რაღაცა ისეთი აქ რა გემართება რაღაცნაირი რა ძალიან ქართული გენეტიკაა რა აი ფორმას თუ ჩავიცმენ სალაშქროდ თუ დავდივარ ხოლმე იარაღს გადავიკიდებ აი ესე ნაპერწკლები მცვივა როგორც ყველა ქართულ კაცს ალბათ რა იმიტომ რაღაცა არის დალექილი რა ეს მეომრული ჩვენში მარტო ჩემში არა ყველაში ქართველებში ჩვენი სამოსის ნაწილი იყო იარაღი ჩვენი სამოსის ნაწილი იყო ხო ეს რა არის კილები ეს იყო სამასრე ხანჯალი გეკიდა სატევარი გეკიდა ხმალი გეკიდა თოფი აუცილებლად ნუ ისაც ფული ქონდა დამბაჩა და ეს ხო ისინი იყო სამასრეები იყო რა დეკორი ხო არის უბრალოდ ჩოხაზე რაცა ისო ძალიან პრაქტიკული რაღაცა იყო მაგში ქონდა ქვია თოფის სამალი და იმით ტენიდი იმას თოფს და ტანსაცმელიც გეცვა ისეთი რომელიც მუდმივ სამზოლო მზადყოფნაში გამყოფებოდა იმიტომ რომ ასეთი მოცემულობა გვაქვს არსად არ წასულა ეს მოცემულობა დღესაც ასეა თელ ჩვენ სამეზობლოში ცეცხლი არის ხო გაჩაღებული ერთადერთი უნდა რუსებს და ეხა უკვე ამ გარუსებულ ხელისუფლებას რუსებმა ჩამოგვართვეს ეს აკვყარეს იარაღი და აი დოლგარმონის ხალხად გვაქციან და უნდათ იუჟნაი შაშლიჩნაი ხო გვეძახდნენ და უნდათ რა რომ დაკვაკარგინეს საკუთრების განცდა იმდენად რომ საკუთარ სადარბაზოში ისაქმებდნენ ბოლო პერიოდამდე ტიპები ხო ვიცი ხალხი ლიფტებში ადიოდნენ და დაბინძურებული ჰქონდათ ლიფტი იმდენად დაკარგეს საკუთრების განცდა და იმდენად დაკარგეს რომ შენია კაცო შენსაც უნდა მოუარო შენ სივრცეს ლიფტსაც შენ უნდა მოუარო სადარბაზოსაც სახსაც ეზოსაც უბანსაც და ქვეყანასაც ეს დაგვაკარგინეს და მე აი ეს რა იარაღი აკვყარეს და ყველა ხელისუფლება ცდილობს რომ აი იარაღთან დაკავშირებით რეგულაციები შემოიღოს. პირიქით ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, ქალიან კაციანა, უნდა ვიყოთ წვრთნაგავილი, უნდა ვიყოთ მზად და უნდა ვიყოთ მზად იმისთვის. აბარა, იმიტომ რომ საქმეზე რომ მიდგება, მე სწრაფად არიგებენ ხოლმე იარაღს, ჩემი თვალით მინახავს ქალებს როგორ ურიგებდნენ უკრაინაში იარაღს, მაგრამ ფართხაფურხით რატო უნდა გააკეთო, რატო უნდა რაღაცა რომ მოგაწובה მაშინ გააკეთო, როცა სწორად უნდა გააკეთო. ჩვენ რეგიონში არ შეიძლება რომ ჩვენმა ერმა, ქართულმა ერმა არ დაიბრუნოს იარაღის ფლობის ტრადიცია, იარაღის ცოდნის ტრადიცია და ასე შემდეგ და ისევ იმერად უნდა გადავიქცეთ, რომელიც გძნობს პასუხისგებლობას თავის ქვეყნის წინაშე და პასუხისგებლობა ნიშნავს დაცვასაც, ხო? და ეს დაცვა გუნდის ხო ცოდნასაც. ანუ უნდა ვიყოთ გამოდი. ჩვენგან არა რომაელების დროიდან არის რომ თუ გინდა მშვიდობა ემზადე ომისთვის სივის პაცემ პარაბელუმ ძალიან მარტივი ამბავია. თავს არ ესხმიან ძლიერს, თავს ესხმიან სუსტს. ეს არის 2x2 და შენ რო ძალიან აი ჩვენ ქვეყანა ხა ყვირის ისეთი სუსტია და ეს რას ნიშნავს რომ აი ვიღაცას რომელსაც რაღაცა ზედმეტი ამბიციები აქვს პირველი უყურებს რომ აბა ვინ დავჩაგრო ხო ძლიერს კი არ გაიქანება და მიახტება არავინ არასდროს სუსტს მიახტება ხა რუსეთმასაც ძალიან სუსტი ეგონა უკრაინა და იმიტომ დაესხა თავს როს ცოდნოდა დარწმუნებული ვარ პუტინს როს ცოდნოდა რომ ასეთ ამდენ წლად ამდენ დანაკარგად ამდენ რეპუტაცია დაუჯდებოდა ხო თუ არ შეარიგა ეხა ტრამპმა ისე პუტინს არ აქვს ამ ომის გადაწყვეტის არანაირი შნო არც მოლაპარაკების გზით და არც იარაღის ვერ ერევა ფიზიკურად უკრაინელებს ხო უკრაინელებიც ვერ ერევიან მაგრამ ფაქტია რომ დგანან და იცავენ თავს ძალიან მაგრა და არაერთი საბრძოლო რაღაც დიდების ეპიზოდები შექმნეს და კონჩეტავები და მთელი ამბები ხო და რისი თქმა გვინდოდა რომ უნდა ვიყოთ მშვიდობა თუ გვინდა ამის ნუ გვეშინია მშვიდობა თუ გვინდა უნდა ვიყოთ ძლიერები ფინეთი პატარა ქვეყანაა, მაგრამ რუსეთი ვერასოდეს ვერ გაუბედავს თავდასხმას. უკრაინას რატო დაესხა, რომ ეგო ნატოში აპირებს შესვლასო და იმიტომ დაესხა თავს ხო და ფინეთმა რო თქვა რომ ნატოში შევდივარო, რუსეთმა რა ხმა ამოიღო? ხო ვერ ამოიღო ხმა, ხო თვალით დახუჭა რომ ორ კვირაში გახდა ფინეთი ნატოს წევრი. რატო იმდენად მილიტარისტული ქვეყანაა? იმდენად ყველა ფლობს იარაღს, ყველა სავალდებულო წვრთნა გავლილი, სავალდებულო სამხედრო მომზადება. იმდენად ყველა მზად და იმიტოა რომ შვიდად ცხოვრობენ და ყველაზე ბედნიერი ერია. იმიტომ რომ ვერავინ ვერცერთი მეზობელი და მათ შორის
შორის რუსეთი ვერ დაესხმება თავს, იმიტომ რომ ერთხელ დაესხა თავს 29 წელს და დაალეწა ფინეთმა კბილები. კი, ცოტა ტერიტორიები დათმო, ვიბორგი მეორე ქალაქი დათმო, მაგრამ დამოუკიდებლობა შეინარჩუნა და ვეღარ გაბედავს. იმდენად ძვირი დაუჯდა რუსეთს. თავდასხმა. მოკლედ ეხლა რაც მილიტარისტული მეებს კი ავყვებ, მაგრამ ასე არის. თუ გვინდა რომ შვიდად ვიცხოვროთ, უნდა ვიყოთ დაცულები და დაცულობის გარანტიას ვიღაცა ბიძინა და ვიღაცა კვინტრიშა კი არ ქმნის. ქმნის სისტემა უსაფრთხოების და მე ჩვენი ცოდნა რომ თავი დავიცოთ. ეხლა მედიისკენ მინდა რომ გადავინაცვლოთ. მედიაში დაბრუნების სურვილი გაგჩენიათ? მედია თავისთავად ისეთი მყარი მოცემულობა ხო არ არის, როგორც ყველაფერი ამ ცხოვრებაში რა. YouTube-ში ვაკეთებ ხოლმე რაღაც გადაცემებს, ვაკეთებდი მეომრების ქვეყანას და ეს მედიაც ძალიან ხელმისაწვდომი გახდა. ტელეფონმა, ამ smartphone-ებმა მედია ძალიან საყოველთაო გახადეს, იმიტომ რომ აი TikTok-მა განსაკუთრებით ხო ისიც ხო მედია, შეიძლება გაცილებით უფრო ეფექტური მედია ვიდრე ტელევიზია. ხო რა, ეს რაღაც ჩვენ კონსერვატიული იმით თუ შევხედავთ, აი ტელევიზიაში მუშაობა ნაკლებ მენატრება, მაგრამ რაღაცებს ვიღებ ხოლმე ხან TikTok-ისთვის, ხან ხო. თავარი დანიშნულება რა არის მედიის? უნდა გააშუქოს მოვლენები რა და უკვე იმდენაირია რომ მედიის ფუნქციაც იცვლება რა როგორც იყო ყველაფერი ადრე თლათ ისეც არ არის რა უნდა გადაიღო და აჩვენო რა ფაქტებად რა ეს არის ჩემი აზრით რომ რაღაცა დაინახე გადაიღე და აჩვენე დღევანდელი ქართული მედია რა როლს ასრულებს ქვეყნის განვითარების საქმეში ან რა როლის შესრულება შეუძლია ერთის მხრივ ათაყვანებს ხალხს როგორც შეუძლია მაგერი იმედი და რაღაც საზიზრობები. ზოგადად ტელემედია მთელ მსოფლიოში ესეთი გახდა რა ობიექტურობა ძალიან ისეთი გახდა. წარსულს ჩაბარდა. პროპაგანდისკენ წავიდა ყველა და რაღაცა შეერთებული შტატების მედია ავიღოთ იქაც ხო რომ არის რომ რატომაც არა, რატო არ უნდა ვილაპარაკო ისე როგორც ფიქრობ და ჩვენთან პრობლემა ის კი არ არის რომ სხვა ისენია. უბრალოდ რესურსების არათანაბარი განაწილება, ხო, ხედავთ რომ ოპოზიციური მედია კვდება, სულს ღაფავს და ცდილობენ მოახჩონ რაც შეიძლება, ხელისუფლება ყველა ფინანსური არხის და სხვა არხის გადაკეთებას ცდილობს და თვითონ თავისი მედიებისთვის არაფერი არ ენანებათ და ძალიან უთანას როგორც ყველაფერში კრიტიკულად და ოპოზიციურად განწყობილი ხალხი საქართველოში და მედიაც ამ შემთხვევაში ძალიან უთანასწორო ბრძოლაში ვარ შესულები. მაგრამ გავიმარჯვებთ. ჟურნალისტიკაში მუშაობისას შეცდომა დაგიშვიათ? მილიონი. იცი რა, ვინც იძახს რომ რამეში შეცდომა არ დაუშვა ეგეთ ხალხს ვეძებთან საერთოდ. მილიონი რაღაც დამიშვია ხა რაღაც არასწორი ფაქტი მithქვავს ერთი რომელსაც ნანობ. რაღაცა ჭორი ფაქტად გამისაღებია და ასე შემდეგ. მაგრამ ნუ ერთი რაც არის რომ ერთ-ერთი რითაც ვიმართლებ თავს რომ მაშინ ისეთ მედიაში მუშაობდი. ძირითადად ხალხმა რითაც გამისრა იყო კავკასია და მაესტრო და მაშინ ლაპარაკიც კი საშიში იყო სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ რა და ის ორი პატარა არხი რაღაცას ვყაყურავდით და ბევრი შეცდომა დამიშვია. რაღაცები გადაუმოწმებელი რომ მithქოს დღემდე მაწუხებს ხოლმე. იყო ერთი-ორი ეგეთი ფაქტი. და ძალიან უშნო ჭორი გამომივიდა და ძალიან რაღაცნაირად გამომივიდა და მაწუხებს კი როგორ არის. როცა ჟურნალისტიკიდან გადახვედით პოლიტიკაში, რა იყო იმ მთავარი მოტივი? თბილისი იყო და ჟურნალისტობის პარალელურად ვიყავი აქტივისტი თბილისის სამქარი გავაკეთეთ ორგანიზაცია თბილისის მზრუნველთა გაერთიანება თბილისის სამქარი და სულ ვცდილობდით რაღაცის გადარჩენას და როგორ მივედი პოლიტიკამდე იყო ერთი ეგეთი ამბავი რომ სულ ვებრძოდით შედეგებს მეც და ჩემი მეგობრებიც რა სულ შედეგებს ვებრძოდით და არა მიზეზებს რა აი რაღაც ნებართვას გამოსცემდნენ რომ იმელი შენობის დემონტაჟის ნებართვა გამოსცეს და მე ვიწყებდით და გვინდოდა იქ ყოფილიყავით, სადაც წყარო იმღრეოდა რა, ხო, და აი თბილისის საკრებულო იყო ასეთი და ამიტომ გადავწყვიტე რომ მე რო შევკრიბე ჩვენთან ორგანიზაციაში ხალხი უთხარი რომ ვიღაცას მოეწონა ეს გადაწყვეტილება, ვიღაც არ მოეწონა, მე უთხარი რომ იქ ვიქნები, სადაც გადაწყვეტილებას იღებენ და მინიმუმ პირველი ავყვირდები შესაძლოა შედეგებს ხო და სულ დამდგარ შედეგს ველოდებით, იმიტომ რომ იმ პროცესში არა ვართ და ზოგადადაც და ნუ მაშინ ჩემ თავშიც დავამტრივი სტერეოტიპი, იმიტომ რომ ჩვენთან ხო პოლიტიკა ბინძურია და არ უნდა გაეკარო და ასე შემდეგ და შემდეგ ხო. იმიტომ რომ ობიექტურად რო ვთქვა ორი რაღაცისთვის მიდიან ჩვენი და ასე აღმოჩნდა თბილისის საკრებულოში გავიმარჯვე ქართული ოცნება მაშინ დავატყეპე ბეჭებზე საბურთალოზე 2014 წელს ვიყავ ერთ-ერთი ვიმარი ხარ რატომაც არა ეგრე იყო და საბურთალოზე ერთ-ერთი მაჟორიტარი ვიყავი რომელსაც მაშინ ოცნებას მოუგე. პირველი იყო 2014 წელი იყო და მოხდი დამოუკიდებელი მაჟორიტარი ვიყავი საბურთალოზე საკრებულოში. ეგრე აღმოჩნდა პოლიტიკაში, რაც შეეხება იმ სიბინძურეს, რომ ორი რაღაცა არის, ის გამოც მიდიან, ხო, ერთი რომ ეგო მოიფხანონ
პოლიტიკაში რატომ მიდიან ჩვენთან და ყველგან. და ფული იშოვონ, იმიტომ რომ ფული იშოვება მარტივად, რაც არ უნდა ვთქვათ, ეხლა რა ფული იშოვება, თუ გიყვარს ეგ საქმე და გინდა იშოვე ფულს. ეგო დიდი ხანია მოვიფხანე, ეხლა ფრთიანი ანგელოზე არც მე არა ვარ, მილიონი შესწომა დამიშვია, ბევრი რაღაც არასწორი ნაბიჯის გადამიგოს, რა თქმა უნდა, ხა ადამიანები. მაგრამ ფული არ მიყვარს რა. ვერავინ ვერასდროს ვერ იტყვის რომ რამე არა მიღია და იმიტომ რა ძალიან მართალი ვარ საკუთარ თავთან ზემოთ თლათ უბროსთან და ჩემ ქვეყანასთან თუ ეგო როგორ არა მოვიფხანე მქონდა მეც რაღაცები მინდოდა ჩემი თავისთვის დამიმტკიცები და დაუმტკიცე ჩემ თავს ფული არ მიყვარს ნახდა და შემოთავაზება ყოფილა მილიონი იმდენი ყოფილა რომ ну ჩემთვის ეხლა რამდენიმე მილიონი ვიღაცისთვის შეიძლება არაფერს არ ნიშნავს მაგრამ ეხლა ჩემთვის ძალიან ბევრი ფული იყო და არის მაგრამ არა შანსი არა როგორ არა იყო იმიტომ შემიძლია ეგრე კონკრეტულად შეიძლება? კი, აი მაგალითად რო შევედით ერთ-ერთი რთული გააწყვეტილება ცხოვრებაში რაც მივიღე იყო რომ პარლამენტში შევედით და მე და ჩემი მეგობარი ლევანი და იოსელიანი რო შევედით, მაშინ რა თქმა უნდა ფული შემოგთავაზეს, შესვლის მერე, შესვლამდე არა. სად როგორ ანაირად არა, რო შევედით უბრალოდ გვითხრეს რომ აა ყოჩაღ რა მაგრები ხართ და გვინდა რომ გაგაძლიეროთ. ხო და იყო რამ 9 იმიან ციფრზე ლაპარაკი რა. და ამით მე დამოკიდებული ხდები, ხო? რაღაც რა, მე ეხლა შემიძლია ძალიან თამამად ოცნების κρიტიკა და რავი, ლანძღვაც კი, იმიტომ რომ ვერ წამოგაძახები რომ ვერაფერს ვერ წამომაძახები. იმათმა მაინც იციან. მე კიდე იყო მცდელობა შემოთავაზების თვითმმართველობის არჩევნების წინ, პირველად ვამბობ ამას. ასევე იყო რომ გვინდა გაგაძლიეროთ და იყო ასევე მილიონებზე ლაპარაკი და ჩემთან არ ყოფილა, მე ამას ვერ გამიბედავდნენ ნამდვილად, იმიტომ რომ ეგეთ რაღაცები მეზიზღება. შემომაკვდებოდა ვიღაცა, მაგრამ ნუ მოკლედ ძალიან შინაურს ელაპარაკნენ და რა თქმა უნდა არა. რა თქმა უნდა არა და იმიტომ არ ეხა იქ სადაც ვარ და იმიტომ შემიძლია თამამად იმაზე ლაპარაკე, რაც ვლაპარაკობ. რომ ესენი არა რაღაც სულ გაყიდული ხალხი თორე. ფული რო ამოვა რა თქმა უნდა ვერ ვლაპარაკობ. თუმცა პოლიტიკაში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი არის მოკლედ მაგორი რამით დაკავებული, ეგოებს იფხანს და იმას რა ქვია, ფულის კეთებით. ძალიან უცნაურია შესვლის შემდეგ ფულის შემოთავაზება. ცერა ნახეს რომ შესვლამდე კიდე ხო გავიგე. ხო, ნუ არ იყვნენ დარწმუნებულები, მაგრამ ნუ რო ავდექი და შევედი, იმიტომ რომ მიმაჩნდა სწორად, მაშინ უბრალოდ ხალხს ვერ აუხსენა გავაკეთე და ბევრი იარლიყი მომაწეპეს, მაგრამ მაშინ სხვა ვითარება იყო, სხვა რეალობა იყო. ეხა ამ პარლამენტში შესვლა არაფრით არ შეიძლება და მაშინ აბსოლუტურად სხვა რეალობა იყო და აი ეს გაბედული ბევრს უნდა და ოპოზიციიდან ყველას უნდა და ვერავინ ვერ ბედავდა და ყველა ელოდებოდა აბა ვინ იქნებოდა ის ვინც უფრო თავზე ხელაღებული იქნებოდა ნუ მე აღმოჩნდი ეგეთი რა შევედა მე კი ყველა შემომყვა არ მინდა ეხა მაგაზე ლაპარაკი მე ბევრს ჩემთან უშნოდ გამოვიდა მაგრამ ყოველ შემთხვევაში კი რო შევედით თქვენს რომ აა ნახე რა მაგრები ყოფილან და მოდი ამათ ფული მივცეთ რომ თან წავახალისოთ და თან დავიჭიროთ ყურებით ეხა რა ჯიგრები კი არ არიან არა იმიტომ შემიძლია ისე ვილაპარაკო როგორც ლაპარაკობ რა იმიტომ შემიძლია ფეხით ვიარო როგორც დავდივარ არა მიღე ფული არ მიყვარს და არა მიღე არასდროს მედიის თემა რომ ამოვწუროთ რადიო თავისუფლებიდან რატომ წამოხვედით აი მიზეზი რა გახდა რადიო თავისუფლებაში მუშაობაზე ვგიჟდებოდი 3 წელიწად ნახევარი ვიმუშავე არასწორებრივი შესაძლებლობა იყო ზრდისთვის განსაკუთრებით წამოვედი იმიტომ რომ მეტი თავისუფლება მჭირდებოდა იქ მაინც რა ჩარჩოები არის რა და მე კიდე მაშინ თვლიდი 7 ნოემბრის შემდეგ თვლიდი რომ უბრალოდ ისეთ რაღაცები ხდებოდა ქვეყანაში რომ იმაზე რაღაცნაირი ობიექტური ჟურნალისტიკით ვეღარ ვილაპარაკებდი და უფრო რუს დიპლომატთან მართლა გქონდათ რაღაც სხვა მაღალი საუბარი ერთხელ ლავროს კვერცხები ვესროლე, არავინ არავის არ ახსოვს, მაგრამ ლავროს კვერცხები ვესროლე ერთხელ. ჩამოსული რო იყო აქ სალომე ზურაბიშვილიო შეხვდა და ზურაბიშვილმა ისე ქართულად რო უთხრა რაღაცები თუ გახსოვთ რა, პირველად რო იყო რომ საქართველოს საგარეო მინისტრი. ხო. აი იქ შეხლა შემოხ მაშ კაციშვილი არ მისმნობდა, მაგრამ ერთი კაი კვერცხი გაუქანე ლავროს. და ერთხელ მქონდა ძალიან საინტერესო ლაპარაკი კიევში, მაგრამ მაშინ არ იყო ომი, რუს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. მოიცა რა გვარი იყო ევტუშენკო იყო თუ ევტუშენკო საშინელებები უთხარი დავინახე რომ იქ იყო დარბაში რა და მივედი და ისეთ საზღვრებები ველაპარაკე რომ უბრალოდ მაშინ არ იყო ეს იყოს 2008 წელი კაი ტელეფონები არ იყო მაშინ და რომ დაეფიქსირებდი რომ ვისთან ერთადაც მივედი იმათ რომ ჩაეწერათ რა მაგიტო ხომ არ გამოგიშვეს რადიო თავისუფლება არა მაგიტო არა არ ვიცი ხოლმე არა მე არ გაუშვარ მე თვითონ წამოვედი არა რადიო თავისუფლებასთან არანაირი წყანა არ მაკავშირებს პირიქით ძალიან დიდი პროფესიული თქვენი გადაწყვეტილებების გამო ხშირად გამختარხართ თავდასხმის ობიექტი? კი.
კი. ხანაკედან ხანიკიდან. ნაბიჯების გადადგმისგან თავი ხომ არ შეგიკავები. არა? არა, მიყვყმანია, მაგრამ რაც საჭიროდ მიმაჩნია ყოველს იმას ვაკეთებ ხოლმე რა. შეიძლება აუხსნელი იყოს ვიღაცისთვის, შეიძლება გაუგებარი იყოს, აი მაგალითად დღემდე ვერ ახსენი პარლამენტში რატო შევედი და მე მიმაჩნია რომ სწორი ნაბიჯი გადავდქი. უბრალოდ ვერ ახსენი ხო რა ეგ ჩემი პრობლემა ეგ იყო და არა, არაფრისგან არ შემიკავებია, რაც სწორად მიმაჩნია იმ გაწყვეტილებისგან თავი არ შემიკავებია არასდროს. და გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრს ვფიქრობ, თუ სპონტანურად ხდება? გააჩნია. გადაწყვეტილება. იმპულსურად? რა ხანდახან იმპულსურადაც კი ძალიან იცი რა არავის არ ჯერა ან ბევრს არ ჯერა რომ ძალიან პრაგმატული ადამიანი ვარ სინამდვილეში რა პრაგმატული იდეალისტი ვარ არ ვტოვებ ეგეთ თავისtildeებას მაგრამ აი ვინც მე კარგად მიცნობს ისინი ხვდებიან რომ მართლა ეგრე არის რა უბრალოდ კი ვარ ემოციური მაგრამ მაქსიმალურად პრაგმატულ გაწყვეტილებებს პრაგმატულად ვიღებ ხოლმე გაწყვეტილებებს რა მამოკა მდინარაძესთან ინციდენტი იმპულსური იყო თუ წინასწარ დაგიგეთ. არა, დაგეგმილი არ იყო. იქ გადავწყვიტე. იქ 4 საათნახევარი ვიჯექი. და იქ უბრალოდ გახსოვთ ის ხდომა, კომისიის ხდომა მიდიოდა. ყველას მიკროფონს უთიშავდნენ. ყველა შეურაცხყოფას აყენებდნენ ოპოზიციონერებს. მაიგნორებდნენ რა ხელს რო წევდი, ვითომ იქ არ ვიყავი. მე 4 საათნახევარი მიდიოდა ოპოზიციონერი კოლეგები შეურაცხყოფა ჩემთან განსაკუთრების ქალების. უთიშავდნენ მიკროფონს, აი თქვენ არგუმენტი არა გააქვთ, აი რაღაც და დაცინო, აბუჩადაგდება და ჯერთი სიტყვას არ მაძლევდნენ, მე მეორე აზრი არ ქონდა, იმიტომ რომ აუცილებლად ვიჩქუბებდით რა. აუცილებლად მცემდნენ, იმიტომ რომ სულ ეგენი იყვნენ დარბაზში და რომ დავიწყებდი ლაპარაკს, რომ შემაწყვეტინებდნენ, ეხლა მე ქალებთან ბოდიში, მაგრამ ეხლა ისეთ რაღაცებს ვერ გაუტარებდი რა და აუცილებლად რაღაც რეპლიკები იქნება და ბოლო ვიფიქრე რომ მაინც უნდა გამლახონ ეხა აქ სიტყვას არ მომცემ. ბარემ ერთს შემოვცხებ მეთქი ამ უზდელებს ამათ, იმიტომ რომ ნუ ის იყო მარაზმი ეხა ეგ რა სხდომა რა. იყო ღია შეურაცხყოფა. ადამიანი გეუბნება არგუმენტს, აყალიბებს ამ არგუმენტს, აყალიბებს წინადადებს, უთიშავ აყენებს შეურაცხყოფას და ნუ ხა ისეთი გარემო იყო რომ თან გეუბნებით როგორც კი ლაპარაკს დავიწყებდი, ჯერ სიტყვას არ მაძლევდნენ 4 საათნახევარი ვარ. თუ დავიწყებდი ლაპარაკს, აუცილებლად რეპლიკები წამოვიდოდა შეურაცხყოფელი ფრაზებით და რეაქცია მექნებოდა, ეხა ბევრნი ისინი იყვნენ ერთი 40 ეგენი იყვნენ თავის უსიან მანდატურებიან და ხა მომერეოდნენ ხა ის ტაისონი ნახოთ არა ვარ. მეთქი ერთს მაინც შემოვარტყავა მოხერსდა და ეგეც პრაგმატული გაწყვეტილება. ეგეთი გეგმით არ მისულა მაგრამ იქ ნუ ხა მივხვდი რომ უბრალოდ სხვა არაფერს აზრი არ ქონდა რა. და ისეთ ვიცოდი რომ გამლახო კი აუცილებლად გავიმეორებდი, ოღონდ უფრო დამიზნებით, იმიტომ რომ ცოტა ქვემოთ მინდოდა 10 სანტიმეტრით რა. ქვედაყბას უმიზნებდი, მაგრამ იქ მოსახვევში რაღაცა. გავიმეორებდი. იქ ვიცოდი, იქ თავარი რა იყო, რომ ვიცოდი რომ მაგრა გამლახავდი. მაგის მერე, იმიტომ რომ ვერ გაქცევას არც ვაპირებდი და იქ ეხა სუეგენი ისხდნენ და 3 წამი მქონდა. და ასეც მოხდა. ხო, ესეც მოხდა, ხო. მაგ ინციდენტისთვის არ დამიჭირეს, იმიტომ რომ მე ჯგუფური ძალადობა იყო ჩემ წინააღმდეგ. მე თუ მან საქმეს აღმიძრავდნენ, მან მიუხედავად იმისა, რომ იმუნიტეტი მქონდა, აღმიძრავდნენ მარტო ეგ ინციდენტი რო ყოფილიყო. მაგათ მე დათკაც რო არ ვეცემენ. მათ შორის აგერა თავის თავს რო პრეზიდენტს ეძახის ისიც გაშმეტი არაფერს არ აკეთებოდა ანიგინებოდა ან წიხლებს იქნებოდა იქ პარლამენტში ეს რა ქვია ცალტვინა რო არის ყაველაშვილი ხო და მაგის წიხლებიც მოხდა მე კადრებში რო ვნახე და ნუ მე ხო ვიცოდი რომ გავილახებოდი და მაგაზე წავედი სპეციალურად ნამდვილად არ ყოყოჩ მართლა ეგრე იყო იმიტომ რომ იქიდან გაქცევას არ ვაპირებდი და ამას ჰქონდა გაგრძელება გაგრძელება იყო ის რომ რავი იმის მერე ორი ნეკნი მომტეხა პოლიციამ და ეხლა თვითონ რასაც ვერ მიბედავენ პირისპირ პოლიციის ხელით აკეთებენ რამდენჯერმე დამთეთქვეს კარგად და დამიჭირეს კიდეც მაგრამ ეხლა წინა მაქვს ყველაფერი ის არ ყოფილა რომ დამიჭირეს წინას არის პატიმრობიდან გამომიშოს ეხლა 1 აპრილს მაქვს სხდომა სასამართლო ნახოთ მაგრამ პოლიტიკაში ხშირია შემთხვევები, როცა ოპონენტები თანამოაზრეები ხდებიან და პირიქით. გამოცდილებამ რა გასწავლათ? შეფასებებში უფრო ფრთხილი გახდით? არა. ერთადერთი მე რაც ვცდილობდი 3 წელი და მაგის გამო ძალიან ვილანძღებოდი, იქ ვცდილობდი ასეთ რამეს, რომ პარლამენტში რო ვიყავი, ვცდილობდი რომ შეურაცხყოფილად არ მელაპარაკა რა.
ზეცართავებით არ მელაპარაკა და აი უბრალოდ ძალიან საქმიანი ყოფილიყავი. აი ვერავინ ვერ მეტყვის რომ მთავრობის დამტკიცება იყო, პრემიერების მოსვლა იყო, ანგარიში იყო თუ რა იყო, რომ კრიტიკული არ ვიყავი. ვიყავი ძალიან კრიტიკული, მაგრამ ვცდილობდი რომ არ მეუზდელა რა. რომ მეთქი, მოდი რა ბოლოს და ბოლოს ჩამოვაყალიბოთ ახალი პოლიტიკური კულტურა, რომ მოდი რაღაც შეურაცხყოფაზე, მუშტებზე და წიხლებზე არ გადიოდეს, მაგრამ ბოდიში, მაგრამ ამის მერე რომ რუსულ კანონს შემოიტან მე კიდე მეორე შემოიტანე, იტყვი რომ ერთხელ ჩაგივარდება და იტყვი რომ ამას აღარასოდეს გავაკეთებ და მაინც კიდე რომ შემოატრიალებ, მე იქ შეურაცხყოფას რო დაიწყებ ოპოზიციონერი ქალების, ნუ იქ მე დამთავრდა ჩემი პოლიტიკა. ეტიკეტის ადგილი აღარ. ხო, ეტიკეტების და მაგ რაღაცების ხასიათზე აღარ ვიყავი. ბოლო პერიოდში უკვე აი გაწევ-გამოწევებში ვიყავი და კიდე გვირგვინდა ბოლოს იმ შემათხვევით და. აი ადამიანი, ვისაც თვალდახუჭული ენდობით. ყავს რამოდენიმე მეგობარი ეგეთი, რომლის რჩევასაც თვალდახუჭული თუ ცალთვალმოჭუტული არა, მაგრამ რომელსაც აუცილებლად ითვალისწინებს. კი. ყავს. რამდენიმე ადამიანი მყავს, რომლებიც ძალიან მაკრიტიკებენ ხოლმე. და პოლიტიკოსებს, აი ბიზნეს პრობლემაც ეგ არის და აი პოლიტიკოსების ზოგადად პრობლემა არის ის, რომ მაამებლებს როცა გარშემო შემოიკრებენ და იქიდან ვერც ერთი ვერ ბედავს, რომ გააკრიტიკოს, ხო. აი მე მანდ მიდის ხოლმე საქმე ცუდად და არა მე ეხა ერთი ხა წარმოდგენა ჩემ თავს ნამდვილად არა მაქვს, მაგრამ ჩემს გარშემო ჩემს პარტიაშიც, ჩემს უახლოეს გარემოცვაში, ჩემს სამეგობროში არიან ადამიანები, რომლებიც აი ძალიან დაუნდობლად მაკრიტიკებენ ხოლმე, როცა გასაკრიტიკებელია რა. და ითვალისწინებს. რა, კრიტიკა მომწონს და მიყვარს თქო რო ვთქვა, მოვიტყუები. პირველი მიმღებლობა ნაკლები მაქვს ხოლმე პირველ ჯერზე, მაგრამ რაღაც დრო მინდა, შეიძლება რამდენიმე წამი, რამდენიმე წუთი, რამდენიმე საათი რო გავიაზრო და მივიღო, იმიტომ რომ არ მეგულება ადამიანი, რომელსაც კრიტიკა მოსწონს, აი არ მეგულება რა. პირველი მიუღებლობა ყველას აქვს, მაგრამ მე გააჩნია ხა ჯერთი ვინ გაკრიტიკებს, რაზე გაკრიტიკებენ, როგორ გაკრიტიკებენ. ყავს ადამიანები, რომელთა დაუნდობელ კრიტიკას ვიღებ ხოლმე. და უფრო მეტიც მე კრიტიკაზე მეტად მაგრად მომწონს თვითირონია. არის ყველაზე მაგარი რაღაცა რა და სულ ვცდილობ საკუთარ თავს შევხედო. მაგრამ იუმორი უნდა კონდეს ადამიანს მაგისტვის. ხო, ეგ მაგისტვის ხო. რაღაცა იუმორი მაქვს ხა თლათ ისეთი ვერა ვარ, მაგრამ სულ ვცდილობ ჩემ თავს, ანუ ვიღაცა ძალიან მოხერხებულად დამცინის ხოლმე რაღაცა ოსტატურად, ხო? აი ძალიან მომწონს ხოლმე. ეგენი მოსულ ვერ ჩემ თავს დავცი. მეგობრობაზე მინდა გითხოთ. მეგობარზე. სახალხო დამცველთან თქვენი დიდი მეგობრობა ცნობილია. მოგწონთ ის როგორც სახალხო დამცველი? არა. როგორც სახალხო დამცველი არ მომწონს, მაგრამ ჩემი მეგობარი არის, ლევანი. იყო არის და ჩემი მეგობარი იქნება. მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ საბჭოთა დროს დავმეგობრდით მე-7 მე-8 კლასში, როდესაც აი რაღაც ჯობას იწყებ და რაღაცა მეტნაკლებად ლაგდება ხო შენი გემოვნების მიხედვით ადამიანები და ჩვენ რაღაც რამდენიმე ადამიანმა მეგობრობა უთხარით ერთმანეთს და მიუხედავად იმისა რა მომწონს, რა არ მომწონს თუთაშხიაში რო არის ხო გუშკით ხო სხვა შორის ატომას გადავშალე და პირდაპირ მაგ ეპიზოდზე გადამეშალა რა. ჩემ გასაკეთებელ და შენ გასაკეთებელ ჩვენი ძმობის იწმინდა ჯობიო. აი მაგ ვიცი ამის გამო ბევრს გამაკრიტიკებენ, ვიცი ბევრს უნდა რომ ავდგე და ძალიან გავლანძღო ლევანი ან გავაკრიტიკო. ლევანს რას ვეუბნები, ეს მე ვიცი და მანიცის. მაგრამ გქონიათ საუბარი ამ თემაზე? რა თქმა უნდა და გვაქვს. თქვენი კრიტიკის მიმღებლობა რამდენად აქვს? ხო, ეხა ისეთი ვითარებაა რომ ნაკლები აქვს მიმღებლობა, მაგრამ ჩემ მეგობარია და ჩემ მეგობრად დარჩება, ხო, გამლანძღონ, გამთათხონ, კი ვიღებ პასუხისგებლობას, რომ მე ვიყავი, რომ აი გავიყვანე და ძალიან ვიბრძოდი, რომ სახალხო დამცველი გამხდარიყო, მაგრამ ნუ მოკლედ ეს არა, ჩემი ძმაკაცია პირველ რიგში. გამლანძღეთ, არ დამზოგოთ, ფეხი დავდივარ, აქციაზეც ვილანძღები ხოლმე მაგის გამო, მაგრამ ვიღებ თავს უკნე, ვეუბნებით, რომ მართლები ხართ, გამაკრიტიკეთ, გამლანძღეთ, თუ საჭიროდ თვლით ამის გამო, მაგრამ ნუ მე ძვირს ვერ ვიტყვი ლევანზე. სწორედ იმის გამო, რაც გვაკავშირებს ერთმანეთთან. მესმის. ეს არ არის უბრალოდ ხო არის, რომ მეგობარს ეძახი ადამიანს, რომელიც ყოველდღიური მე-7 მე-8 კლასიდან 35 წელია დაახლოებით ჩვენ ურთიერთობა გვაქვს რა. ყოველდღიური ურთიერთობა. მესმის ამ უხერხულობის და ერთ შეკითხვასაც დავსვამ შეიძლება. როგორ თვლით, ხელისუფლების კადრია დღეს იგი? არა, ხელისუფლების კადრი არ არის, მაგრამ
კადრი ნუ ნიშნავს, რომ ახლა მაგათმა გამოძერწეს და გაიყვანეს. არა, ხელისუფლების კადრი არ არის, მაგრამ ყოჩაღი ვერ არის. მადლობა. ძალიან პატარა იყავით, მეგობარი რომ მოგიკლეს. ამ ქალაქის მერი გინდათ იყავით? არ ვიცი, ამ კითხვაზე შემც არ მაქვს პასუხი. მიიღო ბოდიში? მიიღო ბოდიში. გადაცემის პარტნიორია წყალინთის. იცხოვრე სრულყოფილად. ძალიან პატარა იყავით, მეგობარი რომ მოგიკლეს. მაშინ სისტემას ფაქტობრივად მარტო დაუპირისპირდი. რა შეცვალა მეგობრის მკვლელობამ თქვენს ცხოვრებაში? ნიკუშა, ვისაც თქვენ გულისხმობთ, იყო ჩემი მეგობრის მეგობარი. უახლოესი ჩემი მეგობრის მეგობარი და რა თქმა უნდა ჩვენც მეგობრობდით. თან იმ საღამოს ერთად ვიყავით იმ რესტორანში. სადაც ეს ამბავი მოხდა და ისეთი დამანგრეველი ამბავი იყო, რომ მაშინ რამდენიმე მეგობარი შევასკდით, ну ის ოჯახიც, ნიკუშას ოჯახი და ჩვენ შევასკდით და ეხა ის ოჯახი მაინც ისენის დასრული ხალხი იყო და მეტნაკლებად ამ ცხოვრების აღმართ-აღმართი მოიხსენებოდათ, მაგრამ ჩვენთვის პირადად იყო დამანგრეველი, გამაოგნებელი, რო ხედავდით, როგორ გადაგვიარა სისტემა. სახელმწიფო სისტემამ, როგორ პატარა ბავშვებს, როგორ გადაგვიარა და როგორ ვერ ვიპოვეთ სამართალი. 21 წლის ბიჭი საკუთარი ფეხმძიმე ცოლის თვალწინ მოკლეს, ჩვენ მაგრა გვცემეს იქ რამდენიმე იმ რაღაც შუბის და შეტაკების დროს და მე როგორ ჩაფარცხეს საქმე. ეს ისეთი საშინელი საყურებელი იყო ამაში მონაწილეობა, აი ისეთი უმწეო და გაცოფებული ვიყავი მაშინ და აიმიტომ ერთ-ერთი ეგეც არის, რომ სულ მინდა რაღაც შევცვალო რა ამ ქვეყანაში, რომ აი ეს რაღაცები არ ხდებოდეს რა. აი სახელმწიფოზე არ უნდა გეშინოდეს, სახელმწიფოზე უნდა გეიმედებოდეს. აი ესეთი ქვეყანა უნდა ავაშენოთ ჩვენ და იქიდან მოყოლებული შევადრანძის დროიდან მოყოლებული. აი ჩვენ თვალწინ ხდებოდა აი ფულის აღების გამო ჩაფარცხვა საქმე, ეს კიცებულებების განადგურება, საქმის არასწორად წაყვანა. არდა ხელის გულზე როიდა ყველაფერი, რომ მკვლელი ვინ იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ჩაფარცხეს საქმე, რომ არ დასაჯეს არავინ და მე ვისაც თავის თავზე აღებინეს დაცვის ტიპი იყო ერთი ჯანღონი ცავსები. დაიბრალა? რჩეული შვილი გვარად, ხო, მე სადღაც ტყეში დაიბრალა, ცოტა ხანი ციხეში იჯდა და მე ტყეში ნაწამები მოკლული იპოვეს, რაღაც მავთულით მიბული და აი ეს ყველაფერი როგა გამოვლილი. არ იყო კარგი ამბავი, არ იყო კარგი ამბავი, საშინელი ამბავი იყო სიმართლე გითხრათ. ხო და მაგიტომაც მაშინაც გადავწყვიტე, რომ სანამ შემიძლია რაღაცეები, მინდა რომ ამ ქვეყანაში ეს ქვეყანა შეიცვალოს ისე და ეს დღეს განსაკუთრებით აქტუალურია, რომ პოლიციელის არ გეშინოდეს და გეიმედებოდეს ხო და რაღაც კომაქს ხედავდე და მხარდამჭერს ხედავდე და არა რაღაც ტიპს, რომელიც წაგართმევს ტელეფონს და თავს გაგიტეხავს და საქმეს ჩაფარცხავს და რა ვიცი, ისეთ საიზღვრებებს ჩაატარებს, რასაც აკეთებს ხოლმე ძალოვანი სტრუქტურა მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც აკეთებენ ხოლმე. აი ესეთი ხასიათის ჩამოყალიბებაში განსაზღვრელი როლი ვინ ან რამ ითამაშა? რა ვიცი, ნაწილობრივ ალბათ გენეტიკამ, ოჯახმა, მასწავლებლებმა რა. მშობლებმა არაჩვეულებრივმა მშობლებმა. კარგი მასწავლებლები მყავდა, ტანვარჯიშიც დავდიოდი, არაჩვეულებრივი მწვრთნელი მყავდა ლუკა მესხი, ესეც არაჩვეულებრივი კაცია. თან საბჭოთა დროს, რომლებიც ჩუმად რაღაცას გელაპარაკებდნენ, რა იყო სწორი, რა არ იყო სწორი და სინამდვილეში როგორ იყო ეს ყველაფერი, რომ ის რაც ტელევიზორში ჩანდა და რეალური ხო საბჭოთა დროს ხო, არ ვიცი. რასაც გვასწავლეთ საბჭოთა კავშირი როგორ ენატრება ხალხს უბრალოდ აი ამაზე ხა ამ დროს ის არ მაქვს თორე სულ მინდა რომ რაღაც ლექციები წავიკითხო ამაზე, რომ აი ტელევიზორი ხო გქონდათ, რომელიც რო აურევდა, რო დაარტყავდი სწორდებოდა. აი ეგეთი ნივთი იყო. აი ეგეთი ქვეყანა როგორ ენატრება ამ ხალხს. რომ ტელევიზორი იყო, რომელიც ეს რო დაიწყებდა ციმციმს, მიხვიდოდე, უბრალოდ მუშ ჩაარტყავდი და სწორდებოდა. მე ისე ვაურევდა და ამ დროს პანასონიკი იყო, რაღაცა სონი იყო, რა ტელევიზორები იყვნენ, რა ვიცი, გეფერებოდნენ, გელაპარაკებოდნენ, გიმღეროდნენ, გიცეკვავდნენ.
მანქანა იყო და რა ვიცი მე იმაში მასკვიჩი იყო და რეგდად იყო მანქანა სიჩქარეს საზიზღრო ყველაფერი საზიზღროა ჩემ ბავშვობაში სკოლაში გვირიგებდნენ ტალონებს რომ ამ ტალონებით გვეყიდა ლობიო ხორცი და რაღაც ეს ქვეყანა როგორ ენატრებათ ერთი გამაგებია რა უბრალოდ იმ ხალხს სხვა ახალგაზრდობა და სხვა წარსული არ ქონდათ ერთი ეგ არის თორე რა ეხლა როდ განანა ვიღაცები და რუსეთს მისტირიან წაადით ბიძია ნახეთ ის რაღაც გაოხრებული ქვეყანა და ჩხოწავსულ ხართ მაგრამ ეს ვირეშმაკები ესენი თან მოსწონთ ეს ევროპული ყოველ შაბათ-კვირას დაგულაობენ ევროპაში ესენი მაგრამ არა შენ უნდა რომ დაგაგოიმონ რომ იმს რა ქვია აძაგონ ევროპა, აუ ვითომ რუსეთი კარგია, რატო? იმიტომ რომ მამებლები არიან და ლაქუცები არიან ბიძინა ივანიშვილის. იმას უნდა თავი მოაწონონ, მე ამ ჩვენთვის მოპარული ფულებით გავარდნენ და ევროპაში იგულაონ. ქონება იქ აქვს, ცოლებს იქ ამშობიარობენ, ის რა ქვია. ყოველ შაბათ-კვირას აგულავთ იქ დადიან და დგანან და იმას ლანძღავენ, რა ქვია, ევროპას. გამოვივლი მაქვს მე საბჭოთა კავშირი, რუსეთი 1-2 ჯერ ვნახე მოსკოვში ვიყავ, ეგეც საზღარი ქალაქი არ მინახავს ცხოვრებაში. ადამიანის ქალაქი არ არის და ადამიანური ქვეყანა არ არის ეს რუსეთი რა. როგორი შვილი ხარ? აუტანელი ალბათ რავი. არ ვიცი, ცუდი არა ალბათ ძალიან. იმიტომ რომ ჭკუა მეკეტება ჩემ მშობლებზე რა. ორივე ცოცხალი მყავს. ორივე დაბუჯურობენ საბურთალოზე და რა ვქნა ანუ ანერვიულებ სხვანაირად არ შემიძლია რა ეგეთი გამზარდეს ახლა მე რა შუაში ვარ როგორც გამზარდეს ისეთი ვარ ხო რავი ამ ქალაქის მერი გინდათ იყოთ ეხა ერთ-ერთი პოლიტიკური სურვილი და ოცნება ნატურა მაქვს ერთადერთი რომ ესენი ამათ უნდა მოვერიოთ და ესენი უნდა გავყაროთ ხელისუფლებიდან რა დანარჩენი მერი ვიქნები თუ ის რა ქვია მედოლე ვიქნები თუ ის ვიქნები არანაირი მნიშვნელობა უკვე აღარ აი გულს ველთვალ არანაირი მნიშვნელობა ადრე ქონდა მნიშვნელობა რომ აი მერობის კანდიდატი ვიყავი თქვა მეორეზე გავედი რაღაც მართლა მიყვარს თბილისი მართლა მეტნაკლებად ვიცი ხო ვიღაცამ ჩემზე უკეთესად იცის ვიღაცამ ნაკლებად მაგრამ ნუ რაღაცა მეც ვიცი ამ ქალაქის წარსულისა და ინფრასტრუქტურის რაღაცეების მიყვარს ძალიან მიყვარს მაგრამ აი ეს რომ რაღაცა არა ოღონდ ესენი გავყაროთ და რავი საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკური აქტივობა ძალიან ბევრი ის მაქვს რაც მიყვარს ის იკეთებაც მიყვარს მან და იმას გავაკეთებდი სიამოვნებით აი ეს არის გულწრფელად რაც მაქვს გონებაში ესენი უნდა გაუშვათ უბრალოდ ქვეყანა დაგვეღუპება და დაუკარგავთ ქვეყანას არა თუ ქალაქს ყველაფერს ამიტომ უნდა მოვერიოთ და მოვერევით აუცილებლად და მე სად ვიქნები როგორ ვიქნები ან საერთოდ პოლიტიკურად აქტიური ვიქნები თუ არა არ ვიცი ამ კითხვაზე ჩემთვის არ მაქვს პასუხი და არც არის ჩემთვის ეს უკვე აქტუალური იმიტომ რომ ობიექტურადაც რასაც უყურებ ისეთი ახალი თაობა მიდის აი ყოველგვარი ბრანჩის გარეშე ისეთი ახალი თაობა მიდის პატარა ბავშვებს უსმენ სტუდენტებს 18 19 20 წლის ისე მწყობრად ლაპარაკობ ისე მწყობრად აზროვნებ ვაი გაგიხარდება რა ხო და დაუთმოთ ასპარეზინ და დაუთმოთ სიამოვნებთ არანაირი რაღაცაზე ჩაპიჭინებული ვიყო რა გინდა თუ არა ეს მინდა თუ არა არანაირი ის არ მაქვს ოპოზიციაში ყოფნა უფრო რთულია თუ ხელისუფლებაში ხელისუფლებაში ყოფნა უნდა გინდოდეს კაც თეორიულადაც ესე კაცაც და ქალს რაღაცა შეცვალო რომ რაღაცა უკეთესობისკენ წაიყვანო აი ამის მუღამი თუ გაქვს მაშინ ხო მაშინ სიამოვნებით ვიქნებოდი ხელისუფლებაში რაღაცა შეცვალო რაღაცა წინ წაიყვანო რომ რა ჯობია რომ სადღაც რომ გაივლი და მოიხედავ და ვა ეს ხო მე გავაკეთე რა ბევრი ეგ შენ ვერ ცვლი და შენ თავზე არ ახარს დამოკიდებული ხა ხელისუფლებაში მოდიან იმიტომ რომ ფული მოიპარონ რა მაგისტვის არიან და მე ვიღაცებს კუდი უკიცინონ ამ შემთხვევაში ბიძინასთან ეგეთ რა მაგიტო ხელისუფლებაში არ მინდა ხელისუფლებაში მოვიდოდი იმიტომ რაც არ მომწონს აი მას შევცვლი და სწორი გზით წავიყვანდი ოღონდ რომ ახლა მარტო რომ მე ესე ვფიქრობ ისეთ რეფორმას არ გავატარებდი რა თქმა უნდა შეჯერებულს ან ამსჭილს სინამდვილეში არც ბევრი არაფერი არ უნდა იმას რომ პოლიტიკა გაჯანსაღდეს პოლიტიკური პროცესი გაჯანსაღდეს არც არაფერი არ უნდა ამათი მოშორება უნდა და მე რაღაცა მექანიზმები შექმნა სისტემატურად სისტემურად რა შესაძლებელია რა ჩემთვის ერთ-ერთი санიმუშო პერსონა ესეთი არის აი ამერიკის დამფუძნებელ მამებს რომ დავით დავანებოთ, კაი, თქვათ ის მე-18 საუკუნეში იყო, მაგრამ ავიღოთ ისრაელი. ისრაელი როგორ დააფუძნეს, ხო? იცოდნენ როგორც კი დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა ბენ-გურიონი რო ყავდა, დავით ბენ-გურიონი. მე იმ წამს ომი დაიწყებოდა და მართლა ასე მოხდა, მაგრამ ამ ადამიანმა დავით ბენ-გურიონმა, რომელიც იყო დამფუძნებელი ისრაელის თანამედროვე სახელმწიფოსი ისეთი მექანიზმები შექმნა, რომლებიც დღემდე მუშაობს და რომელზეც დგას. წარმოიდგინეთ, ქვეყანა, რომელიც სულ ომშია, მაგრამ დემოკრატიულია.
ისეთ იმიტომ რომ თვითონ იყო შინაგანად ისეთი წესიერი კაცი და ისეთი შორისმხედველი იყო რომ შექმნა აბსოლუტურად დამოუკიდებელი პროკურატურა რომელიც დღესაც კი დაარბენინებს ნეთანიაჰუს იმაში რა ქვია კაცი ჰამასთან და ჰეზბოლასთან და ნახევარ სოფლიოსთან ომშია ისრაელის პრემიერ-მინისტრი მაგრამ მაინც დაკითხვებზე დაატარებენ რომ შენ რაღაცა კორუფციაში რაღაცა შენ და შენი შვილი რაღაცას მაიმუნობდითო სასამართლო აბსოლუტურად დამოუკიდებელია პარლამენტი კონკრეტული ძალაუფლების ერთი წერტილია სასამართლო მეორე წერტილი როგორც უნდა იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების მესამე წერტილია დემოკრატია იქ მუშაობს არაჩვეულებრივ რატო იმიტომ რომ იმ ადამიანმა დევიდ ბენ-გურიონმა ფულის მოპარვა და რაღაც ეხავიკობა კი არ დაიწყო და თავის გემოვნებას კი არ მოურგო რაღაცა მურუსიძეები კი არ მოძებნა რა ვერ მოძებნიდა ეხა იქ ებრაელ მურუსიძეს ან ებრაელ ორი გვამი მინდა ხარებას ან ვიღაცას არა შექმნა ისეთი სისტემა და როდის შექმნა რომ სახელმწიფო რო გამოაცხადა ერთ საათში თავს დაესხნენ იორდანია, სირია, ეგვიპტე და ერაყი და ვინ არ და იმის მერეს ubრძოლაში არიან მაგრამ შექმნეს ეს რატო იმიტომ რომ იქ იყვნენ ლიდერები რომლებიც ქვეყანაზე ფიქრობდნენ ერზე ფიქრობდნენ და სახელმწიფოზე ფიქრობდნენ და ის ინსტიტუტები დღემდე მუშაობს. ამის მჯერა რომ ჩვენ რაღაცა კეთილშობილი რაინდები და რაღაცა საიზღარი ტიპები კი არ უნდა ვეძებოთ პოლიტიკაში, მექანიზმები უნდა შევქმნათ ისეთი, რომ პოლიტიკა მისე იმუშაოს, რომ იქ ცუდი ტიპების ადგილი არ რჩებოდეს რა. და გაწყვეტილებებს ხო არა ადამიანი ყოველთვის ისეთია რა ეხა არ ვიცი მე რა ილია ჭავჭავაძე რომ იცა ისეთი უზარმაზარი ძალაუფლება იმასაც კი შეიძლება გაიცნოს მექანიზმები უნდა შექმნა პროკურატურას უნდა გავდეს სასამართლოში სამართალი უნდა იძებნებოდეს და ირჩეოდეს პარლამენტს უნდა გავდეს არჩევნებს უნდა გავდეს და მორჩა და ჩვენთან ისეთი ნიჭიერი განათლებული თაობა მოდის რომ წავიყვანთ აუცილებლად წინ ქვეყანას მისაბაც პოლიტიკოსად ვინ მიგაჩნიათ აი ბენ-გურიონი არის ჩემთვის ერთ-ერთი უმაგრესი ტიპი ისრაელის სახელმწიფოს დამფუძნებელი. ის სახელმწიფოზე და ერზე ფიქრობდა. ბენ-გურიონი არის ერთ-ერთი ძალიან დიდი კაცი ჩემთვის. ქართველებში მე ურბანული რაღაცები რა ხან მიყვარს ნიკო ნიკოლაძე ჭკუა მეკეთება რა. ის იყო კაცი რომელმაც დროს გაუსწრო რა. რამდენიმე ურბანული პროექტია რომელიც აუცილებლად განხორციელდება. მაგალითად აუცილებლად მოუწევს თბილის წალკიდან წალკის კანიონი რო დაშბაშს რო ეძახიან იქ ხო უხვიდან წყალი ამოდის რატოა ეს რო კლდიდან გამოდის ეს ისე იმიტომ რომ ძალიან დიდი უხვი ის არის რა ქვია წყლის მონადენი და ძალიან სუფთა წყალი არის და იქიდან აუცილებლად მოგვიწევს მილსადენის გამოყვანა თბილისის წყლის მომარაგების ნიკო ნიკოლაძის პროექტი ისევე როგორც ნატახტარ ბულაჩაური იყო ნიკო ნიკოლაძის პროექტი თბილისის კანალიზაცია იყო ნიკო ნიკოლაძის პროექტი ის იყო თბილისის ზღვა იყო ნიკო ნიკოლაძის პროექტი ოღონდ რაღაცები გააკეთა, რაღაცები ვერ გააკეთა, იმიტომ რომ ძვირია უებნეობდნენ და მე საბჭოთა დროს გააკეთეს ნატახტარ ბულაჩაურიც, კანალიზაციაც, თბილისის ზღვაც, წალკის წყალსადენის გამოყვანაც მოხდება აუცილებლად ადრე თუ გვიან, იმიტომ რომ თბილისის ზღვის წყლისმა არ არის სასარგებლო ერთი და იმის გამო რომ სასმელი წყლის რეზერვუარია თბილისის ზღვა, ამიტომ ვერ ხდება მისი საკურორტოდ განვითარება. არაჩვეულებრივი საწყლოსნო, საცურაო ინფრასტრუქტურა გვაქვს, მოცემულობა, რომელიც ვერ არის ინფრასტრუქტურით დატვირთული. რატო? იმიტომ რომ იქ რომ მეტი ადამიანი ბანაობდეს, უფრო ძალიან დაიტვირთოს, უფრო მეტი ხარჯის გაღება უწევს თბილისის წყლის წყალმომარაგების კომპანიას GVP-ს, რომ ის წყალი მერე გაწმინდოს. ამიტომ უნდა რომ თევზი არ გაუშვა იქ, ცოტა ადამიანი ბანაობდეს, მაგრამ ახლა იმას რა უნდა ერთია, ჩვენ რა გვინდა მეორეა, ხო? ამიტომ თუ ჩავანაცვლებთ თბილისის ზღვის წყალს ნიკო ნიკოლაძის პროექტი 150 წლის წინ დაწელი პროექტით. მაშინ შეგვიძლია ამოვასუნთქოთ თბილისის ზღვა და აბსოლუტურად სხვა იმ განვითარებით განვავითაროთ, როგორც უნდა ვითარდებოდ. მოკლედ, ნიკო ნიკოლაძის ჭკუა მეკეთება და მე რაც ვერ შეძლო თბილისში, ის იყო თბილისის საკრებულოს წევრი, გარაცკაე დუმა ერქვა მაშინ და მე წავიდა და ფოთში გააკეთა ის რაღაცები და ფოთში რაც გააკეთა მან, იმის მე აფერა შეცვლილა იმ ინერციით მიდის ფოთი დღემდე სამწუხაროდ. მოქალაქე ალეკო ელისაშვილი როგორ შეაფასებს პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს? ზია პოლიტიკოსად დიდად ჩემი თავი არ მომწონს გულახდილად რო ვთქვა რა. არ მომწონს ობიექტურად. პოლიტიკოსი ხარ და ხო ვარ, მაგრამ აი როგორი პოლიტიკოსიც ვარ, ეგ დიდად არ მომწონს. მაგრამ რას გამოვასწორებდით? იცი რა, ვეღარ გამოვასწორებ რა, ის როგორიც ვარ, ეხლა მე ვერ შევიცვლები, როგორიც ვარ, ესეთი ვარ. მაგრამ ამ ვითარებაში ჩემ თავს და ჩემ ფუნქციას ხედავ, სანამ ესე ძიმე ვითარებაში ვარ რა. მე გაცილებით ჭკუა დამჯდარი, დაღვინებული, გაწონასწორებული პოლიტიკოსების ახალი თაობა თუ წამოვა და წამოვა ის პირი უჩანს ან გამიხარდება, მაგრამ მე მაინც რაღაცა გარკვეულ ფუნქციას საკუთარი თავისას ამ ვითარებაში მაინც ხედავ, იმიტომ რომ ეხლა დიდი ბრძოლები გველის წინ და მანდ უნდა ვიბრძოლო როგორც შევძლებ. ხო და არ ვიცი, არ მომწონს პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი პირდაპირ გეუბნებით რა.
აი დიდი ბრძოლები გველისო, ამ პროცესებს გულისხმობთ? ყველა არის გადაღლილი. მე მინდა ყველა გავამხრეო. იმიტომ რომ სინამდვილეში მართლა ისტორიას ვქმნით და ისტორიას ვწერთ. ყველა არის გადაღლილი. ვიღაცა 500 ლარიანის ჯარიმამ შეაშინა, ვიღაცა ვერ შეაშინა, ვიღაცა ზამთარში 5000. ხო, ვიღაცა ზამთარში, ხო, ამ გაჭირებულ ქვეყანაში პენსია რო 350 ლარია და 5000 ლარი რო ჯარიმაა, ხო? თან დაჟინებით რომ მოაქვთ, მაგრამ ამით ვერ გაგვტეხეს. არ მეგონა ამდენს თუ გავძლებდით. არ მეგონა მართლა ასეთი ჯიუტები თუ ვიყავი და ეს ძალიან მაბედნიერებს. და ვერაფერი ვერ მოუხერხეს ამას. 5000 ლარიანი ჯარიმით არ გაქრა პროტესტი. შეიძლება დაპატარავდა, მაგრამ არ გაქრა. ამ 5000 ლარიანი ჯარიმების სოლიდარულ გადახდასაც ვერაფერი ვერ მოუხერხეს, მერე ფონდები დააყადაღეს. მაინც ამ ყველაფერს ვერაფერს ვერ მოუხერხებენ. ეს ხვრელების ამოქოლო არის ის რა ქვია, რეაქციები არის. ჩვენ მიყვავს ძირითადი ამბავი რა, ხალხს მიყვავს, ხალხი გადაიღალა, ვიღაცა იმედგაცრუებულია, ვიღაცა არ, მაგრამ ჩვენი დიდი მოკავშირე მოვიდა გაზაფხული და მტერი ამ ხელისუფლების და ეხა ეს იყო უბრალოდ რაც საერთაშორისო პოლიტიკურმა გრიგალმა გადაუარა ეხა დედამიწას ტრამპის ახალი ადმინისტრაციის წყალობით ეს რო ჩაცხრება აუცილებლად მოუგებთ ოცნებას. აი ეს რო ჩაცხრება და ოცნება მიხვდება რომ მათი მხარდამჭერი ტრამპი არ არის და ტყუილა უხარუდათ ტრამპის მიერ ზელენსკის ლანძღვა. აი ეს რო ჩაცხრება, მე აქ მძვინვარება განახლდება და პროტესტი განახლდება ისეთი როგორიც შეგვეფერება ისეთი ამაში ვარ დარწმუნებული. აი ძალიან მალე მოხდება და მე ერთ მაგარზე მივაჯანჯღარებთ ამათ და მე აქეთ დაგვიწყებენ ხვეწნას. დავждეთ დავილაპარაკოთ. ძალიან ცოტა ხნის წინ იყავით პოლიტპატიმარი. ეს პირველი პატიმრობა იყო? კი, პირველი პატიმრობა იყო. ციხე როგორი იყო? დიდი არაფერი რა, საშიში არაფერი რა. არის რა, ჩვეულებრივი რა. აი რა შეგიძლიათ უთხრათ ადამიანებს? არაფერი საშიში რა, ეხლა ცემატყეპა მანამდე იყო არა უშავს, არც მაგის ამბავისთვის თავით უკვე გადაგებული მაგას გაუძლებთ. ხო და ციხეში ერთადერთი გულაზე წყდება რომ კითხულობდი გემრიელად რა. აი ნინო ხარატიშვილის წიგნი როა. ანუ გულით წყდებათ რომ გამოხვედით? ერთადერთი რაზე იმ დილით ორ შაბათს გამომაგდეს უკან მოულოდნელად რა. შეუკვეთე კაი ბლომა წიგნები რა, იქა ორ ბიბლიოთეკაში ციხის და ვახ, მეთქე მაგალითად არ ვიცოდი კოტე მარჯანიშვილს თუ ქონდა ბიოგრაფია დაწერილი. არ ვიცოდი რა და იქ რომ ნახე, ვა, მეთქე რა საინტერესო იქ კაი რაღაცები იქნება ფაქტები რა, რაღაცები რაც მაინტერესებდა რაღაც ზოგი საბჭოთა წიგნი რაღაცები შეუკვეთე მაინც გადავიკითხო და ჩამოწერე კაის გავაკეთე, გავატანე სოციალურ მუშაკს და გამომაგდეს და მართლა ერთი მომენტი დავფიქრდი რომ მეთქი რა კაი წიგნებს ტოვებ რა და მართლა იქ რამდენიმე წიგნი რაც მოვინიშნე მე წავედი ბიბლიოთეკაში წავიკითხე. და ხარატიშვილის წიგნი წავიკითხე. აუ რა ახტაცებული ვარ ამ გოგოთი. იცი რა, ცოტა პროტესტი მქონდა რა. აი ყველა რო აქებს და ადიდებს ის რაღაცეები არ მომწონს ხოლმე. უბრალოდ აღარ მიზიდავს. და თან ეხა ამ ხელა ვებერთელა წიგნი რო არის და ეს რომანები და მხატვრული ლიტერატურა არ მიყვარს საშინლად, რა ვქნა ეხა. მიყვარს დოკუმენტური პროზა მხოლოდ რა, აი მემუარები, ისტორიული პროზა, ამ შემდეგ რა ვქნა ეხა ეგრე ვარ მოწყობილი. არ მიყვარს რომანები და ისინი და ჩემ მეგობარმა შემომიგზავნა და რა უნდა მეკვა ახლა. ხო და ავდექი და ჩაუჯექი. ჩაგითრია და ჩაგითრია. რა მაგარი გოგო არის, აი ბრავო რა, აი თან სულს რო ამოგიტრიალებს, თან ციხეში ვზივარ. დაახლოებით ისეთ რაღაც მთელი ჩვენი ეს რაღაც 30 წლის ისტორია ხო ამოატრიალა ამ ერციკში და აი მე რო ეს სიცოცხლეზე ვამბობ რა, აუ რა გოგო ყოფილა. აი მე რა მაგარი იყო, თან გიჟივი წამოხტებოდი, დავკეცავდი, ხანვიზე გავბრაზდებოდი, დავდიოდი, გვეჭკუბებოდი ამ იმას. იქ კამერები ეყენა, ალბათ იმათმა იფიქრეს გაგიჟდაო. საკანში ისენი მქონდა რა, 2 წელი ვიდეო თვალი და დავდიოდი, ეკამათებოდი იქ იმას. მოკლედ ძალიან მომეწონა. ერთადერთი ეგ არის რა. პოზიტიურად და შევხედოთ, საინტერესო გამოცდილება იყო. არ გამორიცხა უკან შემაბრუნო, ხა 3 წლიანი მუხლი მაქვს, მაგრამ საშიში და ისეთი რომ აიმე და რაღაცა. წიგნები ხო გამოწერილი და რო შეგ წიგნები მაქვს, პატიმრის ბარათი უკვე მაქვს, იმიტომ რომ რამდენიმე დღე დაჭირდა დამზადებას. უკვე ვიცი რა უნდა ვქნა როგორ. ქუჩაში დადიხართ ფეხით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობთ. მეტროთი განსაკუთრებით. ადამიანებთან ურთიერთობა. ყველა საინტერესო ეგ არის. ზოგი მიგაწყევლის, ზოგი გაგივლის მანქანით შეგაგინებს. უფრო მეტი, რავი, მეტროში უფრო გაოცებული არის ხალხი, რო მეტროთი რატო დადის? პოლიტიკოს ხო, აი ხა, აი რავი, გამომხევით თუ გინდათ ამ ჩაწერის მერეც ისევ დაბრუნდები მეტროთი წავალ.
ხო, მაგრამ ახალგაზრდებში არის ძალიან საინტერესო რა. TikTok-ში რაღაც ვიდეოებს ვდებ ხოლმე რა, ჩემი შვილი და ჩემი დიშვილი არიან, ჩემი პროდიუსერები, ასე ვთქვათ და მაგარი ამბავი რა, ამას შევდივარ ვაგონში და ახალგაზრდების ჯგუფი დგას რა, ხო და ერთმა გოგომ რაღაც შეკივლა, რომ ვაიმე, ელისაშვილი, ხო და ну მეც ახლა გავიბრინძე ხო იცი ყველა პოლიტიკოს დავიკიდრი როგორია მეთქი აწმაოდ გავარხო ახოშიანად აგერ ბავშვები მცნობენ და ერთი ძალიან ის ზორბა გოგო არის და ეს მომატრიალ და ამ გოგოს შეხედა ვინ არისო ელისაშვილი ვინ არის და ტიკტოკერი რო არისო გაირკვა უცე ახლა ჩემთვის ვფიქრობ ამდენ პოლიტიკაზე ლაყბობ აი ეს ხმა უკან გადაკიდებული რაღაცა ციხერში მჯდარო რა ვიცი ნელსონ მანდელას წიგნებს კითხულობდი თავი გამემხნევები გამოდი ხარ რა ვიცი პარლამენტში აქა-იქა TikTok-ერიო რა შვილებთან როგორი ურთიერთობა გაქვს შენი შნევებს გაძლევენ კი სხვათა შორის ბოლო დროს იმიტომ რომ აქციებზე მაგალითად დიდები არიან უკვე 19 და 18 წლის არიან და იცი რა მე ზედმეტად ემოციური ვარ აი ძალიან ემოციური და აქ და აი რაც მე ზიზღება ბავშვობიდან არის ძალადობა რა ეს აბიჟნიკობა რა აი ვიღაცა რო ვიღაცას ჩაგრავს რა როცა ერევა და ჩაგრავს და ამ შემთხვევაში ეს პოლიცია და ეს რაღაცა ეს ხარება და რაღაც გაძველბიჭებული პოლიცია და ეს რაღაცა ну მოკლედ მაგის ყურებაზე ძალიან ცუდად ხდებოდი და ну მოკლედ რაღაცა ესე ვიყავი და ესენი მაკავებენ ხოლმე სულ რა მაგ დროს ჩემები შვილები რომ ბიჭები რომ აი ფიზიკურადაც მაჩერებენ ხოლმე რომ იმიტომ რომ მაგ დროს ნაპერწკლები მცვივა და დაწყნარდი და ხო პირიქით არის ხოლმე მამა შვილებს აწყნარებს და მე შვილები მაწყნარებენ ხოლმე. რჩევებს ითვალისწინებთ? ჩემი შვილების რჩევებს განსაკუთრებით რა. და ძირითადად შენიშვნას მარძლევენ ახლა მაგ დროს რა და ისე ცდილობენ რომ არ გამიშვან. იმიტომ რომ იქვე ვცხოვრობ, თაწმინდაზე ვცხოვრობ და ორ წამში იქ ვარ ხოლმე აქციაზე ხანდახარ ვარ რომ აქციიდან ავსულ ვარ და მე ვინახავს რომ იქ ცემატყეპა ატყდა იმ წამში ჩავრბი ვარ ხოლმე და ეს რო იციან ცდილობენ რომ მარტო არ გამიშვან, იმიტომ რომ ნუ მაგ დროს აი მე ბინდება აბსოლუტურად, როცა ვხედავ როგორ ძალადობენ სხვაზე რა. ნუ აი დანეხა ეს პოლიციელები, რომელიც რა პოლიციელები, მილიციელები და ომონელები გახდნენ. ძალადობაზე მჭირს აი რაღაც კატასტროფა და როგორც პოლიტიკოსთან აქვთ შენიშვნები? კი, უფროს განსაკუთრებით. კი, არა, ისე გავზარდე რომ ესე რომ ახლა მამა და რაღაცა ბატონობით მელაპარაკონ ეგრე არ არის რა. აზრებს ვსვლით ხოლმე ხო და ეხლა შევავთ კიდევაც. თავად ხომ არ მოიაზრებენ თავს პოლიტიკაში? ინტერესი არის? ერთი კავკასიის უნივერსიტეტში სწავლობს, მეორე აგრარულზე სწავლობს თავისუფალ უნივერსიტეტში. არ ვიცი, აი უფრო პოლიტიკური რაღაცები აინტერესებს, იმიტომ რომ ძალიან ჩართული არის. ხო და ნახოთ რა. ის ურჩევნია მამულსა. თუ ესე გადაწყვიტეს ჩემზე უკეთესები უნდა იყვნენ ნახდათ, იმიტომ რომ მე დიდი ვერაფერი. ოჯახში როგორია ალეკო ელისაშვილი? ძალიან წყნარი. წყნარი? რაოდენ გასაოცარიაც არ უნდა იყოს. ძალიან წყნარი ვარ ზოგადად რა. ხო, არავის არ ჯერა. არ ჩხუბი მიყვარს, არც დავიდარაბა, არ მიყვარს, რა ვქნა, მაგრამ სხვა გზა რო არ არის ხოლმე მე გვიწევს ეგეთ ქვეყანაში ვცხოვრობ. სიმშვიდეს, სიწყნარეს სახლში საჭმლის კეთებას და ეგეთ რაღაცებს არაფერი არ მირჩევნია, მაგრამ აბა ვინ გაცლის. საჭმელს ამზადებ? მე ვაკეთებ ქათამს არაჟანში ისე, რომ აი ვერავინ არ გააკეთებს დედამიწაზე რა. აი ვერავინ. მაგაში შემეჯიბრონ და ეხლა უნდა დავამუღამო ჩანახი. იმიტომ რომ პაპა ჩემს უყვარდა ძალიან და იმის დანატოვარი ისინი ახთიხის და იმაში უნდა დავამუღამო. მიყვარს საჭმლის კეთება და როცა მცალი არა და როცა გული მაქვს. და წრუპავ ხოლმე და ვაკეთებ ძალიან გემოზე რა. წყნარი ვარ და ისეთი რო ვერ დაიჯერებთ ისეთი ვარ სახში. ჯუმად ვარ. ყველაზე ხმაურიანი ძაღლი. წინსაფრით? ხო, წინასაფარს ვიკეთებ ხოლმე აუცილებლად. სიყვარულის გამო თავი დაგიკერგავთ? ძალიან არა. ეგრეც არა ვარ. რო ვერ გეპოვათ ისე არა. ეგრე არა. ყველაზე დიდი სიგიჟე რა ჩაგიდენიათ? ეხლა რო უყურებ სიმართლე გითხრათ ოჯახში ვთქვი რომ დღეში მივდივარ მეთქი შაბათ-კვირაობით დავდივარ ხოლმე ზურჩანთით, კარვით, იმით იარაღით დღეში და უკრაინაში გავიპარე რა. ოჯახს უთხრა რომ წავედ დღეში თქო რაც არ უკვირდათ, მაგრამ მე ჩემ მეგობარს გავუვარე წავედ ქუთაისში და იქიდან გავფრინდით კატოვიცეში და მე იქიდან გადავედით უკრაინაში. ხო ოჯახისთვის ეს იქნებოდა რაღაცა. იქიდან მე იავორიში რო ვიყავით საზღვართან არ იქვე.
მე ჩემი მეგობარი კომისარიატში რო ვიყავით დასავლეთ უკრაინაში. მე უკვე იქ რო ჩავრთე ტელეფონი, რამდენიმე ჩემი მეგობარმა დამირეკა და მესიჯი მომწერა, ანუ მიხვდნენ რომ გადაამოწმეს. მე მქონდათ ეჭვი რომ რაღაც დამარტყავდა თავში წავიდოდი. ხო და მე ჩემმა ცოლმაც მომწერა რომ ხო ეხა ვიცი რომ წახვიდოდიო. მაგრამ ცოცხალი დაბრუნდიო. ეცადეო ერეკლეს დაბადების დღეზე დაბრუნდა. ორივე პირობა შევასრულე, ცოცხალის დაბრუნდი და 17 აპრილსაც ჩემი შვილის დაბადების დღეს. ეხლა მინდა მოგესმენინოთ ხალხის აზრი. მოვსმინოთ. რას ფიქრობთ ალეკო ელისაშვილზე? მე ვფიქრობ, რომ ფეხს უწყობს აი ამ ცხოვრებას და ყოველთვის ცხოვრებისეულ რამებზე აბსოლუტურად სწორად ლაპარაკობს. ჩემი აზრით. ბევრჯერ მას უკან არ დაუხევია და ისეთი სიმართლე უთქვამს, რომლისაც სხვა შეეშინდებოდა, რომ მას არ ეშინია. ძალიან პირდაპირი და ძალიან მაგარი ბიჭია, მე მიყვარს ალეკო. საჭირო ადგილას არის. ბევრს არ მოწონს, ყველას თავისი აზრი გააჩნია, რა თქმა უნდა, მაგრამ პირადად მე სიმპათიით ვარ განწყობილი რა. არა ჩვეულებრივი პიროვნება არის. ასეთები ბევრი უნდა ვიყოთ. ხალხის გვერდში დგას, ხალხთან არის. სიმართლე უყვარს პირდაპირობა და ძალიან სიმპათიურად ვარ განწყობილი. როგორც ადამიანი მომწონს და როგორც პოლიტიკოსიც ცუდი პიროვნება არა ყოველ შემთხვევაში როგორც ხედავ და ვამჩნევ. ძალიან ფრით შევაფასებთ, უარყოფითად არ არავინ. ელისაშვილის გადაცემები მომწონს ისტორიულ საკითხებზე. მიხარია რომ ასეთი კარგი პატრიოტია და უსურვებ ყოველ წარმატებას პოლიტიკურ ცხოვრებაში და ცოტა მეტი აქტიურობა რომ ფეხზე დადგეს ქვეყანა. დადებითად ვარ განწყობილი. მინდა რომ საქართველოს იყოს ამ რეჟიმისგან თავისუფალი. ეს არის ჩემი მთავარი მოტივი, როცა დადებითად ვახასიათებ ელისაშვილს. არის მომენტები მომწონს, არის როცა არ მომწონს. ძალიან ისეთი ქართული ტრადიციული ფასეულობისა და შეხედულებების მქონე ადამიანი. ერთ-ერთი ადამიანია ჩემს პირადად, რომელმაც თბილისის ისტორიის შესახებ ძალიან ბევრი რამე იცის. ამა ეს არის ჩემთვის ძალიან პლუსი და რა ვაფასებ მაგ მიდგომი და უყვარს თან თბილისი. ძალიან დადებითად ვარ, რომ თქვა ხა რამე ისეთი უარყოფით ვერ ვიხსენებ, იმიტომ რომ ცოტა ემოციები უშლის ხოლმე რაღაცებში ხელს, მაგრამ იმდენად სიღრმისეულად რაღაცეები, რომ ის წონის ჩემთვის მის პიროვნებას. ჩემი აზრით კარგი პოლიტიკოსია. გამბედავი და მომწონს. ადრე უფრო აქტიურობდა, ადრე უფრო მომწონდა მისი შემართება, მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაც თითქოს უფრო პასიურია. აქვს პოტენციალი, რომ ისეთი აქტიური და შემართებით იბრძოლოს. ალბათ მასაც რაღაც იმედები გაუცრუდა ცოტა განვითარებული სიტუაციებიდან, მაგრამ მე ვურჩევდი, რომ არ ჩაიქნიოს ხელი და უფრო მეტი შემართებით იყოს. გონი კარგი იქნებოდა გიდად რო დარჩენილიყო. ძალიან სასიამოვნო ადამიანია, ძალიან მისაღებია ჩვენთვის, რასაც ის აკეთებს, ეს ყველაფერი ჩემთვის მისაღებია და მე ვფიქრობ სხვებისთვისაც ალბათ და აქედან უთვლი მოკითხვას. იმის გამო რომ ფეხი დავდივარ, ხო დიდი მნიშვნელობა აქვს ცხადია და იცი რა, ფეხი დავდივარ, მეტროთ დავდივარ, ავტობუსით დავდივარ, ტაქსით დავდივარ, როცა უფრო შორმაძილებით დავდივარ და იგივეს მეუბნებიან ხოლმე. კრიტიკითაც არ მაკლებენ, ლანძღვითაც. სხვანაირად არ გამოდის ახლა, რავი, სხვანაირად ქართული ოცნება იქცევა. ჯიპებში შედან და ხალხთან არ კონტაქტობენ და მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, რომ მიმალანძღონ კიდევაც და მიმაწყევლონ კიდევაც და გამაკრიტიკონ კიდევაც რა, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ტელეფონის ნომერი, რომელიც ბანერზე გქონდათ გამოტანილი, შეცვალეთ თუ იგივე ნომერზე ხარ? იცი რა, იმან დამაბერა. მართლა. ბოლოს უკვე გამორთე სადღაც წელიწადნახევრის მერე, იმიტომ რომ მარტო მთვრალი ტიპები მირეკავდნენ. და უკვე აღარ შემეცლა. ის პირველი ეფექტი რომ ხალხს ეს აინტერესებდა მართლა უპასუხებდი თუ არა, მაგრამ ზოგი მართლა საქმეზე რეკავდა პარლამენტ შესვლის შემდეგ ვინც მართლა საქმეზე რეკავდა ან დახმარება უნდა იმათ ყველას პასუხობდი. მაგრამ ბოლოს უკვე იყო რომ აი მარტო აბაძმაო ეხა სადღიგრძელო დაგვავიწყდა და გვითხარი და რაღაცეებზე უკვე აგერ მქონდა და გამორთე ის. ბოდიში გაქვთ ვინმესთვის მასახდები? როცა საჭიროდ ჩამითვლია ბოდიში მომეხადა მომიხდია ბოდიში. აი საზლომე ზურაბიშვილს პარლამენტში ტრიბუნიდან მოუხადე ბოდიში ერთხელ. როცა პარლამენტში მოვიდა, იმიტომ რომ მანამდე ძალიან ლანძღავდი ხოლმე. საშინელებებს ვიძახდი მასზე, მაგრამ არ მომწონდა მისი პოზიცია რა.
რუსეთთან მიმართებაში რაღაც მისი რამდენიმე განცხადება იყო ჩემს ძალიან გაუგებარი მაშინ. პრეზიდენტობის კანდიდატი რო იყო და აი ახალი პრეზიდენტი რო იყო და მე ეხა რა მომეწონა და ეხა და ისე არ შემელო ეხა ადამიანს აქებდე და ცოტა ხნის წინ ალანძღი ყავდეს და იმ შუალედში არაფერი არ ქონდეს თქმული და აი შეიძლება ნებისმიერ შევიდეს და ნახოს რომ პარლამენტის აი თავარი ტრიბუნა რომელიცაა აი რო დავდექი პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის ქართულ მოუწნევ რაღაცნაირი უშინო და უღირსი დახვედრა მოუწყო ფეხზე რო არ ადგენენ ქალი შემოდის და ფეხზე არ ადგენენ და არ მიესალმენ და ნუ მე ბოდიში მოვხადე რომ მეთქიდნენ თქვენ საზღვრებს ლაპარაკობთ თქვენზე მეთქი და ეხლა ბოდის გიხდით მიიღო ბოდიში მიიღო ბოდიში კი ყოფილა რომ შეუწუხები ვარ და როცა მაწუხეს ვერ ბოდიში ხდი ხო თავარი შემაწუხეს საშუალება რომ გქონდეთ რომ მიმართოთ გარანტიით ადრესაც რომელიც აუცილებლად გაითვალისწინებს მიმართვას ვის მიმართავდით? ბიძინა ივანიშვილი დაამთავრებს სუდად. თავის ოცნებიანა. ძალიან სუდად დაამთავრებენ. ბიძინა ივანიშვილს მიუმართავ, რომ სახელი რჩება. შოთა რუსთაველი ყავდა ერთი ეგეთი კაცი და მაგ კაცმა თქვა, ჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა. იმიტომ რომ რაც არა დიდარი იყო, რაც არა თავზე გადაგდიოდეს, ხო, რაღაცა ერთ ორმოში ჩაგვაწვენენ მაინც ყველას. ცას არავინ გამოეკერებით და ისე ნუიზამ ბიძინა ბატონო რო შენი საფლავი იყოს ეროვნული შეურაცხყოფის გაღების ადგილი. აი ხა ერთ მარტივ ამბავს გეტყვით მე ვიდეოს ჩაწერასაც ვაპირებ. ფილიპე მახარაძე და მიხა ცხაკაია აზანზარებდნენ საქართველოს 10 წლების მანძილზე, ხო? 21 წლის შემდეგ რაც ბოლშევიკები მოვიდნენ ხელისუფლებაში, ფილიპე მახარაძე და მიხა ცხაკაია იყო გადაბმული ლენინთან ას დაბეშტილი ვაგონით შემოიყვანეს გერმანიიდან რუსეთში თავის დროზე, ძალიან ახლობლობდა ლენინთან, ამიტომ ძალიან გავლენიანი ტიპი იყო და ფილიპე მახარაძე, რომელიც იყო საქართველოს საბჭოთა საქართველოს მართველი, ხო? და მათი წყალობით არაერთი ადამიანი უბრალოდ ეს ხელის ერთი მოსმით დახვრიტეს. და ისეთი ძალაუფლება ჰქონდათ, რა ხარება და რა ეს გომელაური და რაღაც. ისინი საბავშვო გასართობი არის იმასთან შედარებით, რომ იმათ რა ძალაუფლებაც ჰქონდათ. სად არის ფილიპე მახარაძის და მიხა ცხაკაიას საფლავი? ისინი იყვნენ თაწმინდაზე დაკრძალული. 88 წელს საფლავი აუფეთქეს და არიან იმას სადღაც სანაგვეში ვინმეს თუ აინტერესებს წავიყვანა. ვანახებ იმის მონტინის ქუჩის მარცხნივ ტუბერკულოზის ავადმყოფოები რო აი ხუდადოვის მაღლა. აი მან არის ძველი ბოლშევიკური სასაფლაო, სადაც არის მიგდებული მაგათი საფლავი. ნაგვით არის სავსე. ნებისმიერი გამომყვეს და ვანახო. ანუ ეხლა რო თავი მაგრები გონიათ ამან და არიქად და ჩვენ ვარ და ჩვენი ნაბადი ვინ როგორ დაამთავრებს ღმერთმა უწყის და ბიძინა ივანიშვილს აი მაგას მიმართავდი წადი რა ისე ნუ გაიხდი რომ შენ და შენი მოდგმა იყოთ რაღაცა საწყევლები აქ და არ მინდა ასეთ რაღაცებს ლაპარაკობი კი მაგრამ ისეთ შეურაცხყოფას აყენებენ ხალხს ისეთ რაღაცებს ჩადიან ისეთ ძალადობენ ქალზე იქნება თუ კაცზე თუ რომ ეს თანდათან აი გამოდის და იუსება ეს ფიალა და მოთმინების და ძალიან სულად დაამთავრებენ ესე თუ გააგზელეს ასე რომ თუ ჭკუა აქ წადი ბიძია მშვიდად წყნარად და გადააბარის ხელისუფლება და წადი წყნარად სანამ შეგიძლია წყნარად წასვლა თორე ესე მარტივად არ ჩაივლის ეს ამბავი ვის უნდა გადააბაროს ხელისუფლება არჩევნების გზით ვინცაც ხალხი ხმას მისცემს იმას გადააბაროს ძალაუფლება ეს არის დემოკრატიის ამბანი, რომ შენ ვინც მოგწონს ის კი არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ან საკუთარი თავი რომ მოგწონს უკი არ უნდა იყოს, ვისაც ხალხი ირჩევს. ეგ არის. იმას უნდა დაუთმო, შეიძლება ძალიან გულზე არ გეხატებოდეს, მაგრამ უნდა დათმო, ეს არის დემოკრატიის წესი და ამბანი. და ბოლო კითხვა. თქვენი ცხოვრების თავარი ამბავი. მანგლისში ერთ კაცთან მეგობრობდი რა, ასაკოვანი კაცი იყო და ძალიან წყნარი კაცი იყო, რაღაცნაირი, აი, ჭიანჭველას რო ფეხს არ დაადგოს, მართლა ეგეთი და აი ქალაქები არ უყარდა მათ შორის თბილისი, იმიტომ რომ ტყე და რაღაც ეს გარემო უყარდა სიმწვანე და ას მეგობრობდით და სვავდით ხოლმე. და ერთხელ მითხრა რომ მომიყვარო არტილერისტი იყო აფხაზეთში რა. ისე გამიკვირდა, აი როგორი კაცი იყო იცი რომ აი უწყინარი კი არა არ ვიცი მე რა და კი არ დადიოდა და აფრინავდა ისეთი რაღაც ნეტარი იყო და და რანაირად მეთქი კაცო, რამ წაგიყვანათ მეთქი აფხაზეთში საომრად და თანო აი არტილერისტი ხას. მინდოდაო რომ სიყვარული ამეხსნა ჩემი ქვეყნისთვისო რა. და ჩემი ცხოვრების ეს ისე მომეწონა ეს ფრაზა. გამაგერინა თქვა. რა, სადაც ვარ
ვარ მარტო იმიტომ, რომ ჩემ თავს კიდე ერთხელ ბევრი რაღაც დაუმტკიცე უკვე. ყველას მინდა რაღაც ჩემ თავს დაუმტკიცოთ. მე უკვე დაუმტკიცე და გადაუმტკიცე ჩემ თავს და მე ჩემი თავისთვის დასამტკიცებელი ნამდვილად არ მაქვს არაფერი. მაგრამ პოლიტიკაში სადაც ვარ, მამოძრავებს ერთ-ერთი რაღაც ჯერჯერობით რო ვარ, რომ საქართველოს მინდა აუხსნა სიყვარული. ხო და აი მაგას ვთვლობ რა. გამომდის ხან არ გამომდის. ხან საერთოდ არ გამომდის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეგ მამოძრავებს და აუხსნა. საუკეთესო სიყვარულის ახსნა როგორი შეიძლება იყოს სამშობლოსთვის? ჩემთვის არის ის, რომ ამ ხელისუფლებას რო შევცვლით, ისეთი ინსტიტუციები შევქმნათ, ამაზე ხო ვილაპარაკეთ, რომ სახელმწიფო მტერთან მტრულად იყოს, მოყვარესთან მოყრულად და საკუთარი მოქალაქისთვის იყოს სიამაყის საფუძველი და არა შიშის საფუძველი, როგორც დღეს არის, რომ პოლიციელს რო ხედავ, რომ ან გული გერევა, ან გეშინია, რა ვიცი, ან გინდა თავის ჩაარტყა, ან გინდა გაეცალო, ხო? და სახელმწიფო სტრუქტურებს რო შეხედავ, სასამართლოსაც მინდიხარ გული გერევა იმ ყველაფერზე რაც ხდება, ასე არ მინდა რომ იყოს. მინდა რომ ყველა მოქალაქე უგზნობდეთ ამ ქვეყნის წინაშე პასუხისგებლობას და ერთად ვაშენებდეთ. ძალიან მარტივად შეგვიძლია ეს გავაკეთო. ვაშინოთ მაგარი ქვეყანა, იმიტომ რომ ვიმსახურებთ, რომ მაგარი ქვეყანა ავაშენოთ, მაგარი ხალხი ვართ. აი მაგაში მინდა როლი შევიტანო, რომ ამ მექანიზმებმა ისე იმუშაოს, რომ ვინმეს თუ დაჩაგრავენ სამართალი, რა ქურდებთან კი არ იპოვოს და ვიღაც ბიძინასთან კი არ ავიდეს და გაარჩიოს, არამედ სასამართლოში მივიდეს და სამართალი იპოვოს იქ, სადაც სამართალი უნდა იჭრებოდეს და ის ინსტიტუცია რისთვისაც არსებობს. ვიღაცამ იმამაძაღლა ფული მოიპავა პოლიციელია თუ პოლიტიკოსია თუ ვინც გინდა თანამდებობაზე იყოს, პროკურატურამ წარმოგიდგენთ, ეხლა დაკითხვაზე ბიძინა ივანიშვილი დაიბარონ? ვერა, ხო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი კი არა, ყველას უნდა იბარებდნენ. იმდენად ავტორიტეტული უნდა იყოს და ავტორიტეტიანი პროკურატურა და ამ შემდეგ. აი ამის შექმნა მინდა რა. რომ პოლიცია პოლიციას გავდეს, ჯარი ჯარს გავდეს, ნუ ჯარი ჩემი ერთ დიდი სიყვარულია და თავდაცვის ძალები საქართველოს. აი ამას როგორც კი შევქმნით ამ მექანიზმებს, მე მეტი აფერი აღარ მესაქმეა პოლიტიკაში და ნახოთ არ მესაქმეა. ფულის საშოვნელად პოლიტიკაში არა ვარ რა. ვიღაცას ჯერა, ვიღაცას არ ჯერა. ვიღაცა შეიძლება ბრწყლად მოეჩვენოს ეს, ვიღაცა ზერელენა თქვამათ, მაგრამ აი მარტო ეგ მამოძრავებს მე და ჩემმა ღმერთმა ვიცით. წარმატებას გისურვებ. მადლობა. მადლობა თქვენ. წარმატებას გისურვებ და არ ვიცი, აი ამ ინსტიტუციების შექმნას შევქმნით აუცილებლად. მყარი ინსტიტუციები და კარგი სახელმწიფოს გარანტია ნამდვილად. მე ამ საინტერესო ნოტაზე გემშვიდობებით. ჩემი სტუმარი იყო ალეკო ელისაშვილი, ეს გახდათ პირველი სტუდია მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. ბედნიერად. გადაცემის პარტნიორია წყალი მთის. იცხოვრო სრულყოფილად.